ახლა ჩვენ ვიმყოფებით თეატრალურ უნივერსიტეტთან, სადაც სტუდენტები შეიკრიბნენ სხვადასხვა უნივერსიტეტებისგან ის ადამიანები, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ უკვე 3 თვეზე დიდი ხანია, რაც იბრძვიან. სტუდენტებმა დატოვეს აუდიტორიები რამდენი ერთი კვირის წინ დაახლოებით და მათ მიმართეს პროტესტის ამგვარ ფორმას. ისინი ყოველკვირეულად კვირაში 3-ჯერ გამართავენ პროტესტს სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც თავდაპირველად ისაუბრებენ სტუდენტურ პრობლემებზე, იმ პრობლემებზე, რაც განათლების სფეროში არის ამ რეჟიმის პირობებში. და შემდეგ ეს ადამიანები ცხადია უერთდებიან უკვე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს, რომელიც 100 დღეზე მეტია მიმდინარეობს. მე გავესაუბრები აქ შეკრებილ სტუდენტებს, ისინი ახლა წოდეთ რომ სიტყვით გამოდიან და საუბრობენ ამ პრობლემებზე. თემო ვაჭარაძეს ვხედავ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტს. თემო, გაგესაუბრებით მიმდინარე მოვლენებზე. თქვენ იყავით ეპიცენტრში სტუდენტის რამდენიმე კვირის წინ გიორგი შაუტაშვილმა შეგიჩერეთ სტატუსი, შემდეგ აგიდგინათ, რადგან დაინახა რეალურად სტუდენტების ძალა რამხელა, ხო? ახლა მიმართეთ ამგვარ ფორმებს გამოходით უნივერსიტეტებიდან. აი როგორ აპირებთ პროტესტის გაგრძელებას, როგორია თქვენი გეგმები მაყურებელს რომ მიხართ? პირველ რიგში მინდა უთხრა მაყურებელს, რომ ჩვენი სტატუსის აღდგენა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბრძოლა შევწყვიტეთ, ან რაიმე ლეგიტიმაციას მივცემთ იმ კომისიას, იმიტომ რომ ჩვენ უსაფუძვლოდ შეგვიჩერეს სტატუსი პოლიტიკური ნიშნის გამო და ამას არ შევეგუებით. ჩვენ გამოვედით უნივერსიტეტიდან, დავიწყეთ სტუდენტური მოძრაობა, გავერთიანდით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და უფრო მკაფიოდ მარშებით, გამოსვლებით, შეკრებებით ვაჩვენებთ საზოგადოებას თუ რამხელა ძალა ვართ ჩვენ და ეპიცენტრში ისევ სტუდენტები დავრჩებით და იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ სხვა საზოგადოების წევრები შემოგვერთებიან. ძალიან დიდი მადლობა. თემო ვაჭარაძეს უსმენდით, თქვენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტს გავესაუბრები, ასევე სხვა სტუდენტებსაც. გამარჯობა ელენეს გავესაუბრები, თქვენ წარმოადგენთ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს და თქვენ უკვე 7 ღამის განმავლობაში ათენებთ პარლამენტის წინ გადმოინაცვლეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიდან. ახლა კი შემოვერთდით სხვადასხვა სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. აი ელენე, გითხარით იმ პროტესტზე, რაც თქვენ გაქვთ ახლა გამართული პარლამენტის წინ, აი რატომ გადაწყვიტეთ რომ დაგეტოვებინათ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი და უკვე გადმოსულიყავით საკანონმდებლო ორგანოსთან? მოგესალმებით, პირველ რიგში თავისუფლება ყველა რეჟიმის ტყვეს. ჩვენ 62 დღე გავატარეთ ჩვენს უნივერსიტეტში და ის უსამართლობა, რამაც გადმოგვიყვანა პარლამენტის შენობის წინ, იყო ფონდების დაყადაღება, ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს, რომელიც ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად ყველას ეხება ეს მიზეზი და ეს უსამართლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი არჩევნები არის არაფრის მომცემი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თუ ვიძახით, რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, ამ შემთხვევაში არ უნდა შევდიოდეთ მათთან მოთხოვნით ხელახალი არჩევნები. ჩვენ პირდაპირ ვეთხოვთ გადადგომას და ჩვენი სტუდენტური მოძრაობის თავარი მოთხოვნაც სწორედ გახლავთ ეს. ჩვენ ვაგრძელებთ პარლამენტთან დარჩენას იქამდე, სანამ ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ და სანამ ყველა რეჟიმის ტყვე არ იქნება თავისუფალი. მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტებთან ერთად ჩვენც არ ვიქნებით ჩართულები სხვადასხვა კერაში, საპროტესტო კერაში, როგორც მაგალითად დღეს. ძალიან დიდი მადლობა. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტს უსმენდით, თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში. მოკლედ ასეთია ვითარება თეატრალურ უნივერსიტეტთან. აქ შეიკრიბნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. ისინი ერთიანდებიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და რამდენიმე წუთში მარშიც უნდა დაიძრას რუსთაველის გამზირისკენ, სადაც ქართველი ხალხის ხმა უკვე 100 დღეზე მეტია ისმის მათი მთავარი მოთხოვნები, ხელახალი არჩევნები და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება.